გამარჯობათ, მოგესალმებით. მინდა გითხრათ, რომ მე არ ვიცი ახლა ჩვენ დაგეგმილი გქონდა დღეს აზზე და ყურძენზე გვესაუბრა, უბრალოდ დავგასწრო ჩვენმა პრეზიდენტმა და იქ კახეთში რაღაც გრანდიოზული შოუ მოაწყო ამ რაღაც ბადაგონის გაარხნის გახსნასთან დაკავშირებით და არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე ის გავიგე, რომ 62,000 ტონა ყურძენი ჩაუბარებიათ კახელებს. და მე იქ სიმართლე გითხრათ ძალიან მაინტერესებდა წითელი ღვინო რამდენი ტონა იყო და თეთრი ღვინო. ფაქტი ერთი არის, რომ პრინციპში საქართველოს ბიუჯეტში სულ რაღაც 2%-ით აღინიშნება ის, რასაც ქვია ღვინოდან მოსული შემოსავალი, აქედან გამომდინარე ქვეყნისთვის აშკარად არ არის სტრატეგიული ესე ვთქვათ პროდუქტი, მაგრამ ერთი არის მთელს მსოფლიოში ყველაზე მეტ ღვინოს მაინც ვამენ ევროპაში. ევროკავშირი არის ამ ღვინის უზარმაზარი მომხმარებელი და ის ბაზარი, რომელ ბაზარზე საუბრობდა ჩვენი პრეზიდენტი, რომ გავაორმაგებთო იქ იმპორტსაო, იმპორტს მეთქი მაპატიეთ ექსპორტს, მე ვფიქრობ, პრობლემები იქნება, იმიტომ რომ იქ სხვა მოთხოვნებია, სხვა კრიტერიუმებია. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ თემაზე 2 წლის წინ მქონდა საუბარი რადიოლოგიისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ თანამშრომელთან, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორთან ბატონ ვაჟა ხოსიტაშვილთან. დღეს იგი არის ჩვენი სტუმარი. ბატონ ვაჟა, მე მადლობა მინდა გითხრათ, რომ დამთანხმდით ამ თემაზე საუბარს. თქვენ მაინც ხართ მოწმე, რომ ჩვენ ეს შეხვედრა გუშინ დავგეგმეთ და პრეზიდენტის ეს დღევანდელი ინიციატივა არაფერს შუაში არ არის. ფაქტი არის, რომ უნიკალური რეგიონი გაგვაჩნია, უნიკალური ასე ვთქვათ, ბიო და ფიზიკური მახასიათებლები ისეთი არის კახეთში, რომ პრინციპში ბევრიც აღიარებს, რომ მსოფლიოში ერთადერთი ადგილი არის, ერთადერთი ასე ვთქვათ რეგიონია, სადაც ასე ვთქვათ კლასიკურად ასრებს ვაზის დამწიფებას და რადიაციულ ასე ვთქვათ ულტრაისფერის სხივებით გაჯერებული ყველაზე ნოყიერი და ყველაზე არ ვიცი ამას რას ეძახით თქვენ, ესე იგი მაქსიმალური დამწიფებითა და მაქსიმალური ხო, ტექნიკური სიმწიფით, დიახ, ეხლა გამახსენდა თქვენ ბრძანეთ, მხოლოდ ჩვენთან ხდება კლასიკური ტექნიკური სიმწიფის მიღწევა, რასაც ვერ ახერხებენ აზერბაიჯანში, მოლდავეთში 4-ჯერ მეტი იწარმოება ვიდრე ჩვენთან ყურძენი, მაგრამ აი სწორედ ტექნიკური სიმწიფე აკლია და ამითავად უნიკალურები. აი ქართველობას თითქოს ღმერთმა დაგვაბედა ის, რომ ყველაფერი გვაქვს უნიკალური და ცოტა. აქედან მიგვანიშნებს ალბათ არსაგამრიგეს და ბუნებაც, რომ ყველაფერს რაციონალურად და გონებით უნდა მიუდგეს ქართველობა. მე ისე თქმა მინდოდა ბატონო ვაჟა და მარცა მაინტერესებს ეს თემა აი ამ ბოლო ხანებში მე ბატონი გიას გავიცი მთელი დასავლეთ ევროპა და პრინციპში მოდით ესე ვთქვათ ყველაზე მაღალ განვითარებული ქვეყნები დასავლეთ ევროპაში არის ძალიან მოჭარბებულად აქცევენ ყურადღებას იმას, რასაც ქვია რადიოაქტიურად დაბინძურებული პროდუქტები და მაქსიმალურად ცდილობენ ეს ადამიანები მოძებნონ ისეთი პროდუქტი, რომელიც არ არის დაბინძურებული და პრინციპი ღმერთისნებაა ჩვენმა სიღარიბემ, ჩვენმა სიდუხჭირემ უნდა უბიძგოს იმას, რომ ჩვენთან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები ელემენტარულად ადამიანის ფული არ აქვს, რომ პესტიციდები იყიდონ და ესე ვთქვათ მოწამლული პომიდორი მოამზადონ, ან დაუშვათ ხილის შეწამლისთვის თანხები არ აქვს და შესაბამისად სუფთა პროდუქტი არის. მაგრამ იგივე პრობლემა, რასაც დასავლეთ ევროპა აფიქსირებს, მათ სურთ სუფთა პროდუქტი, უბრალოდ გარემო აქვს დაბინძურებული. უკვე ჩვენთანაც შემოვიდა ეს პრობლემა. აი სტატისტიკა არის ძალიან ისეთი საინტერესო. მე საბაჟოში მოვიწი ეს მასალა 30,000 მანქანა შემოდის საშუალოდ წელიწადში საქართველოში. ძირითადი მასა აი ამ მანქანებისა ილექება თბილისში. კოლოსალური რაოდენობა მანქანებისა უკვე 155,000 გადააჭარბა დედაქალაქში. პრინციპში ჩვენი ტერიტორია პატარაა, თბილისის ყურე 7 კილომეტრია სიგანეში, სიგრძეში 25-დან 32-მდე ამბობენ, მაგრამ ერთი არის, ეს განიავება დედაქალაქისა, ისე არის რელიეფი მოწყობილი, რომ არ ახდება და მოდით ესე ვთქვათ, რა ბენზინსაც ვასხამთ მანქანებში და რბილად რო ვთქვათ,
ცუდი ბენზინი იხარჯება საქართველოში, ის ბენზინი მერე 100-150 მეტრის რადიუსით მიმოიფანტება და ფაქტურად ყველა ქუჩის მე ვგულისხმობ ინტენსიურ მაგისტრალებს თბილისში, ყველა ქუჩის მიმდებარე ფანჯრები რაღაცა მუქი რაღაც მურივით არის. ეს ყველაფერი ჩვენს საჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას. უკვე ადამიანებმა დაიწყეს და პირველი ესე ვთქვათ საზომი ამისა ის არის, რომ დედაქალაქში ჩამოსული ნებისმიერი უცხოელი ელჩი იქნება თუ ძვირადღირებული ესე ვთქვათ ფილმის პრეზიდენტი ცდილობს ისეთ ადგილებში იქირავოს ბინას, სადაც მანქანის ჩაჭანება არ ისმის. ამიტომაც არის ვაკის თავში, ბაგებში ქირავობენ და ქირავობენ 4-5 $-ს იხდიან, ოღონდ სუფთა გარემო ჰქონდეთ, სუფთა ესე ვთქვათ საჰაერო ბასეინი და ბავშვებსაც არიდებენ ინტენსიურ ესე ვთქვათ მაგისტრალებს. მოდით აი რადგან ეს პრობლემა უკვე ჩვენთან სერიოზულად შემოვიდა, ჩვენ ამაზე 2 წლის წინათაც დავიწყეთ საუბარი. მოდით აი რა მდგომარეობაა დღეს დედაქალაქში საქართველოში ამაზე ვისაუბროთ და რით შეიძლება თავი დაიხსნას ადამიანმა როგორ შეუძლია გაიჯანსაღოს თავისი თავი. კი ბატონო, დავიწყოთ დღეისათვის მარტო ავტომანქანების გამონაბოლქვები არ აპირობებს რადიაციით დაბინძურებას. თუმცა მთელი დაბინძურების 40% მანქანების გამონაბოლქვზე მოდის. დაბინძურებას წარმოქმნის ატომური ელექტროსადგურების აფეთქებები, კოსმოსური მტვერი, სხვადასხვა ტექნიკის განვითარება და მერე აი ეს ავტომანქანები. მოგახსენეთ, რომ 40% მოდის ავტომანქანების გამონაბოლქვზე. ეხლა ავტომანქანების ყოველთვიურად ესე იგი, აი მე ხა ჩავიხედავ ბენზინი ყოველთვიურად თბილისში 30,000 ტონა ბენზინი იხარჯება. და მთელ საქართველოში 45,000 ტონა. მთელ საქართველოში. თუ 1 ტონა ბენზინში მონაცემებით ასე რომ 50-100 გრამი ურანის შემცველი პროდუქტებია. და თუ ამას გადავამრავლოთ ახლა 50-100 გრამს 30,000 თბილისში, აი ნახეთ რა კოლოსალური ციფრი. ურანის შემცველი პროდუქტები იფრქვევა ყოველთვიურად თბილისში, აი 20 გადავამრავლოთ და მივიღებ ფრის შედეგად, ესე იგი, შიგაწის რავა გამოყოფს გამონაბოლქვს. და მიიღება აი ესეთი დიდი მეცნიერების აზრით, ესე იგი აი აშკევსკი ამერიკელი მეცნიერის მონაცემებით 150 ტიპის ურანშემცველი პროდუქტი წარმოიქმნება გამონაბოლქვის საფუძველზე. და თუ იგივე ამერიკელ მონაცემებს დავეყნობით, აქ ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი არის ტყვია. გამონაბოლქვებში არის რადიაციული ტყვია. აი ეს რადიაციული ტყვით გამდიდრებულ გარემოში, სადაც ბავშვები არიან დაუშვათ, იბადებიან 55%-ით ინტელექტ დაქვეითებული ბავშვები. აი გამარკვიეთ რა, მთელი ევროპა ამაზე არის შეშფოთებული, რომ ეს ტყვის, ესე ვთქვათ, ტყვია საერთოდ რადიაციული არის და ტყვია დებილის მიწევს. როგორ იწევს და რატომ ახდენს ეს გავლენას? ეს არის ურანის დაშლის პროდუქტი. ურანი რამდენიმე მათგან ჯერ იშლება ურან 238, თორიუმად, შემდეგ ისე ურან 234-ად, შემდეგ რადონად, ბისმუტად და სხვა და ბოლოს ჩამოდის ტყვიამდე. და ეს ტყვია კიდევ რადიაციულია შემდეგ რადიაციული ტყვია და შემდეგ ჩვეულებრივი ტყვია და შემდეგ აი ნაცარი წარმოიქმნება. ესე იგი შემდეგ არის რადიაციული. ეს რო ხდება ორგანიზმში, ეს თავსდება ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილებში და მუდმივად ასკრივებს რამოდენიმე წელიწადი. მუდმივად ეს დასკრივება რას იწვევს? აი მომავალში ვილაპარაკოთ. აი პალეონტოლოგების გათხრების საფუძველზე დაადგინეს, რომ 1000 წლის წინანდელ ადამიანის ჩონჩხი
1000-ჯერ ნაკლებ ტყვია შეიცავს, ვიდრე აი ახალი რა ხმელა 1000-ჯერ არის გაზრდილი. რადიაციული ფონი. და ეს 1000-ჯერ არის გაზრდილი. ეს არის ამათი მონაცემები. დიახ. და გამარკვიეთ რა, ეხლა მე მახსოვს ეს ლეგენდასავით ერთ-ერთი ვერსია, თუ მე მეხსიერება არ ვღალატობ, ჩვენი პრეზიდენტის ბები აფიქსირებდა ამას თავის დროზე, რომ ანუ მისი ვერსია იყო, რომ რომის იმპერია, იმიტომაც ესე ვთქვათ, ცნობილია რომ რომაელები სიზარმაცის გამო, ესე ვთქვათ, ვერ მოუარეს მამულს. და იქ იყო საუბარი იმაზე, რომ ეს ცნობილი ფაქტი არის, რომაელები სისტემატურად მიირთმევდნენ წყალსა და ღვინოსაც ტყვის ჭიქით და მისი ვერსია ამ ქალბატონის, რომ ამის გამო ესე ვთქვათ, ალბათ გაზარმასდნენ რომაელებიო. მართლა სიზარმაცეს კი არის, თურმე აი ორგანიზმს ადუნებს, მოდუნებას წოდნია ტყვიას. და ამიტომ ტყვის ნივთებს და ყველაფერს მიხვდა ჯერ კიდევ კაიხნით ადრე, რომ ტყვის ნივთების სხეულთან ახლოს მიკარებაც კი არ შეიძლება. ეს თქვენი აზრია ამას? ეხლა აი სხვა იმებთან შედარებით მეცნიერებაში და მედიცინაში დიდი პრობლემაა. ტყვის გამოტანა საერთოდ არ არსებობს ორგანიზმში. ვერ გამოაქვს. და აი ამ რადიოაქტიურ პროდუქტებს, რომელზედაც შემდეგ ვილაპარაკე, გამოაქვს. აი მონაცემები ჩვენი ინსტიტუტში გააკეთა არის ეგეთი მეცნიერებათა კანდიდატი განყოფილებული მიქელაძე. გააკეთა ანალიზები და აი ეს ისე მე ვილაპარაკე რადიოპროტექტორი და მიღების შემდეგ გამოიტანა ურანის დაშლის პროდუქტები, თორიუმი, ტყვია, სადაც ესე იგი ჯერ არ არსებობს ესეთი პროდუქტი, რომელსაც ტყვია გამოეტანა და მონაცემები არის მაგათი. ეს ფანტასტიკური ინფორმაცია. ფანტასტიკური ინფორმაცია რა მინდა კითხოთ ბატონო ვაჟა. მე რამდენადაც ინფორმირებული ვარ, თუ მე მეხსიერება არ ვღალატავს 270,000-დან 300,000-მდე გასკურა არის დედაქალაქში. დიახ. თითო გასკურაზე საშუალოდ 2, ესე ვთქვათ, რასეძახიანი, მას არ ვიცი კამფურია თუ რაღაცა. ყოველ შემთხვევაში სადღაც 500,000-იც პიკურ დროს ღამე დავუშვათ ოჯახში ხალხი, როდესაც იკრიბება, იწვის 500,000, ესე ვთქვათ, ну, რა დავარქვა, არ ვიცი. იწვის რაღაცა შეძახიან რა მოდის. აი გამარკვიეთ, აი თვითონ ეს გაზის ტყვის პროდუქტები ძირითადში მაინც ოჯახებში სამზარეულოში იკრიბება, ყველა სამზარეულოში გროვდება. ესე მწარედ და ესე მავნედ მოქმედებენ ორგანიზმზე? აუცილებლად მოქმედებს. გაზიც ესეც საშიშია, როგორც ბენზინის ტყვის იმიტომ რომ მაგას არ არის გამცავები, ფილტრები. აი გერმანიაში ყველა მანქანას აი მაყუსზე აქვს გაკეთებული ფილტრი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა და ჯარიბდება. ეს აუცილებელია. აუცილებელი. აი რახან გერმანია. აი თქვენ თვლით რომ არასწორია რომ ჩვენ ესე ვთქვათ აი გასკურებზე გადავართ საქართველოს. არა, აუცილებლად უნდა გქონდეს გასაფილტრის საშუალება. აი იყო ესეთი მეცნიერი, გერმანელი მეცნიერი, რომელმაც 1990 წელში ჰეფლინგი დაწერა წიგნი დანგაში და თქვა რომ 2000 წელში მსოფლიოში იქნებაო რადიაციის დაბინძურებული სტატისტიკური მონაცემები და ამდელი დაავადებულები გვეყოლება ამდელი და მართლაც დღეს უკვე სტატისტიკური მონაცემებით ავსტრალიაში 2 წლის წინ ჩატარდა სიმპოზიუმი და დაადგინეს რომ ყოველდღიურად სოფლიოში 700,000 კაცი იქნება სიმსივნით. აი ეს მონაცემებია ახალი მონაცემები. და 2008 წელში ყოველ მესამეს ექნება სიმსივნე სავალალო სტატისტიკა, მაგრამ ჩემი აი წერია 2008 წელში ყოველ მესამეს ექნება სიმსივნე. ამისათვის რა ვქნა? როგორ მოვემზადოთ, რა გავაკეთოთ? მივბაძოთ განვითარებული ცივილიზებულ ქვეყნებში. აი გერმანიაში ყველა ავტომანქანას აქვს ფილტრი. კატალიზატორებია ჩადებული უკვე ყველა დასავლეთ ევროპის მანქანაში. უიმისოთ, ესე იგი იმის გარეშე მანქანას არ გამოუშვებენ. ამის გარდა კიდევ ეხლა იქაცა ისე დასავლეთში მე დიდი მოგზაური კაცი არ ვარ, მაგრამ ლიტერატურული მონაცემები გეუბნები რომ იმის გარდა რომ აქ უნდა გაუკეთდეს შეიძლება რომ აი იქ ასეთი რაღაცები არის რომ ესე იგი აი მე და თქვენა გვაქვს მანქანა ყოველდღიურად გამოსვლა არ არის ეგ იცით თქვენ ალბათ ესე დღე გამოშვებით არამე რომ მანქანები შეეზღუდება დღეს რომ მე გამოვალ თქვენა ყოველდღე აუცილებელია და ესეც შემცირდება ესეთი გამოსვლა ესე იგი ჩვენთან დედაქალაქში მაგალითად აი გაზომილი არის რადიოლოგიური დონე რომ